გამარჯობათ. დღეს მინდა ვისაუბრო ბაზილიკზე, როგორც ჰეპატოპროტექტორზე. რადგან ეს მცენარე ვთვლი რომ დაუმსახურებლად მცირე ადგილს იკავებს ჩვენს რაციონში და ხშირად კიტრისა და პომიდორის სალათით შემოისაზღვრება. ამ დროს მისი მოხმარებით ჩვენ შეგვიძლია მკვეთრად გავაუმჯობესოთ ჩვენი საკვების ხარისხი, მოახდინოთ ღვიძლის რეგენერაცია და დაზიანების პრევენციაც კი. მე მოვახდენ ბაზილიკის შედარებას ბაყაყურასთან, რომელიც უკვე კარგად შესწავლილი მძლავრი ჰეპატოპროტექტორია და საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ბაყაყურა საქართველოშიც გავრცელებულია, თუმცა მას არც ვაშენებთ და არც საკვებში ვიყენებთ. მართალია ის უფრო ძლიერია ვიდრე ბაზილიკი, მაგრამ ბაზილიკი ჩვეულებრივი საკვები მცენარეა, მისი მიღება შესაძლებელია ყოველდღიურად და საბოლოო ჯამში შეიძლება ბევრად უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ამ ცნობილმა და ძვირად ღირებულმა ჰეპატოპროტექტორმა. ეხლა თქვენ ხედავთ შედარებით დახასიათებას ამ ორი ფრედ საინტერესო მცენარის. აქტიური ნაერთები, უпростоრად ნაერთთა ჯგუფები, ორივეს ერთნაირი აქვს, ფლავონოიდები, ფენოლები და ეთერზეთები, თუმცა, რა თქმა უნდა, ბაზილიკი სხვა ფლავონოიდებს შეიცავს და სხვა ბაყაყურა ასევე ფენოლებს და ეთერზეთებს. ანტიოქსიდანტური ეფექტი ბაზილიკის შეიძლება ითქვას, რომ ძლიერია, მაგრამ ბაყაყურასი ძალიან ძლიერი. ისინი ორივენი ამცირებენ ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას და გარდა ამისა ზრდიან ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობას. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გამოისახება ასე ვთქვათ, ინტერლეიკინების შემცირებით, როგორც ერთი, ისე მეორე. ახლა ინტერლეიკინების დასახელებას თქვენ ხედავთ წაკითხვას აზრი არ აქვს. შემდეგ ღვიძლის ფერმენტების სტაბილიზაცია. ისინი ორივენი ახდენენ ალანინ ამინოტრანსფერაზის, ასპარტამ ამინოტრანსფერაზის და ტუტეფოსფატაზის შემცირებას. ანუ მწვავე ტოქსიკურობას ამცირებენ. ასე ხოლო ბაყაყურა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ, როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ დაავადებების დროს გამოჩნდება. ბაზილიკი შეიძლება ითქვას, რომ უფრო ნაკლებად შესწავლილია, თუ ეს შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს ადამიანებში, რადგან ადამიანებზე სამეცნიერო შრომები ნაკლებად არის ჩატარებული, ხოლო ცხოველებზე საკმაოდ ბევრია. ბაყაყურა უფრო ეფექტურად ითვლება ქრონიკულ დაავადებებზე, რადგან ის შესწავლილია. ბაზილიკი შედარებით ნაკლებად. ეხლა რაც შეეხება კვლევებს, რომლებიც ჩატარებულია ძირითადად ღვიძლის მწვავე ტოქსიკურ მოდელებზე, CC14, პარაცეტამოლი და ნატრიუმის არსენიტი, ეს ფაქტიურად დარიშხანზეც მოქმედებს, როგორც ერთი, ისე მეორე. უსაფრთხოების მხრივ ბაზილიკი ბევრად უფრო უსაფრთხო გახლავთ. მაღალი დოზით ბაყაყურა უფრო ტოქსიკური გახლავთ. შემდეგ გამოყენების ფორმები მათი არის რა ბაყაყურა საკვებში არ გამოიყენება, მხოლოდ ჩაისა და ექსტრაქტის და ეთერზეთის სახით. ბაზილიკი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჩაი, ექსტრაქტი, ეთერზეთებიც შეიძლება გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ საკვების სახითაც შეიძლება მივიღოთ და ხელმისაწვდომობა კი რა თქმა უნდა ბაზილიკის ბევრად უკეთესი გახლავთ. შემაჯამებლად რა შეგვიძლია ვთქვათ. პირველი ბაზილიკი. ძლიერი მხარე მისი არის რა, რომ ის ეფექტურია მწვავე ჰეპატოტოქსიური პროცესებისას. ძალიან უსაფრთხოა, ადვილად გამოსაყენებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მისი სუსტი მხარე, თუ ეს სუსტად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ ნაკლებადაა შესწავლილი ქრონიკული ღვიძლის დაავადებების დროს და ეფექტურობა დამოკიდებულია ექსტრაქტის ტიპზე. ეხლა ვისთვის არის ის შესაფერისი? მათთვის, ვინც ეძებს უსაფრთხო ყოველდღიურ საშუალებას ღვიძლის ზოგადი დაცვისათვის ან მწვავე ტოქსიკური დაზიანების პრევენციისათვის. რაც შეეხება ბაყაყურას, მისი ძლიერი მხარე ეს არის, რომ მას აქვს უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი ეფექტები, განსაკუთრებით ქრონიკული ღვიძლის დაავადებების დროს, ალკოჰოლური ჰეპატიტის ჩათვლით და მისი ექსტრაქტების მაღალი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო. ეხლა სუსტი მხარე მისი ის არის, რომ მაღალი დოზებით ტოქსიკურობის რისკია, განსაკუთრებით ეთერზეთების გამოყენებისას და მისი ეთერზეთები საკმაოდ ძვირია. ეხლა ვისთვის არის შესაფერისი? მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული ღვიძლის პრობლემები, ან ეძებს ძლიერ ჰეპატოპროტექტორს, მაგრამ მზად არის ის გამოიყენოს ექიმის ზედამხედველობით. რომელიც ჯობია? ეხლა თუ ჩვენი მიზანია პროფილაქტიკა, მწვავე ტოქსიკური დაზიანებების მედიკამენტოზური ან ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული და ზოგადად ღვიძლის მხარდაჭერა, ბაზილიკი უფრო უსაფრთხო და მარტივი არჩევანი გახლავთ. თუ საქმე ეხება ქრონიკულ ღვიძლის დაავადებებს, მაგალითად ღვიძლის გაცხიმოვნება, ალკოჰოლური დაზიანება და გვინდა ძლიერი ჰეპატოპროტექტორი, ბაყაყურა უფრო უკეთ შესწავლილია, უფრო ეფექტურიც გახლავთ, მაგრამ მოითხოვს სიფრთხილეს. ეხლა ორივეს ერთად გამოყენება კომბინაცია შესაძლებელია, მაგრამ აუცილებლად ექიმის კონსულტაციას საჭიროებს. ეხლა რაც შეეხება დოზებს, ახალი ბაზილიკის ყოველდღიური დოზა. ეხლა ახალი ფოთლების სახით შეიძლება გამოვიყენოთ, ხომ? რეკომენდირებული დოზა არის 5-10 გრამი, რაც დაახლოებით 10-20 საშუალო ზომის ფოთოლი გახლავთ დღეში. ეს უზრუნველყოფს ამ აქტიური ნივთიერებების მცირე რაოდენობას და ანტიოქსიდანტურ ეფექტს უზრუნველყოფს. ჰეპატოპროტექტორული მიზნებისათვის შეიძლება ეს დოზა გავაორმაგოთ კიდეც 10-20 გრამი, ანუ იგივე 20-40 ფოთოლი დღეში. ჩაის ან ექსტრაქტის სახით ეს დოზა შეესაბამება ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ასე ვთქვათ, გადატანას ადამიანებზე. დაახლოებით 70 კილოგრამის წონის მქონე ადამიანისათვის. ეს უვნებელი დოზა გახლავთ. ახალი ბაზილიკი ზოგადად უსაფრთხოა, მაგრამ გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში 50 გრამზე მეტი დღეში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონადების დარღვევა ან ჰიპოგლიკემიური ეფექტი. და გარდა ამისა თავი უნდა ავარიდოთ, თუ ალერგია გვაქვს მაგ ოჯახის მცენარეებზე, აი პიტნა მაგალითად. ესეც იგივე ოჯახიდან არის და ბაზილიკზე და რეჰანზეც რა თქმა უნდა ალერგია შესაძლებელია. ეხლა გამხმარი ბაზილიკის შემთხვევაში ყოველდღიური რეკომენდირებული დოზა ზოგადი ჯანმრთელობისათვის იქნება 1-2 გრამი, ჰეპატოპროტექტორული მიზნებისათვის 2-5 გრამი. ჩემო ბატონო, ეს ვიმეორებ, შეესაბამება ცხოველებზე გადატანილი ჩატარებული კვლევები ადამიანზე, რომ უსაფრთხოდ გადავიტანოთ. ეს დოზები FDA-სთან შეთანხმებული გახლავთ. ასევე, ესე იგი, გადაჭარბებული დოზად გამხმარი ბაზილიკის შემთხვევაში 10 გრამზე მეტმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაზლავის გაქისიანება. ეხლა სიფრთხილის ზომები რა უნდა გავითვალისწინოთ? ბაზილიკი უნდა მოყვანილი იყოს ღარიბ ნიადაგზე, ისევე როგორც ყველანაირი მწვანილი.
საერთოდ მწვანილი ღარიბ ნიადაგზე უკეთესია. იმიტომ რომ მწვანილი იგროვებს ნიტრატებს. ამ ხრივ რუკოლა ჩემპიონი ბაზილიკი მას ვერ შეედრება, მაგრამ ბაზილიკსაც შეუძლია ზედმეტი ნიტრატები დაიგროვოს. გარდა ამისა, არ უნდა იქნეს გამოყენებული მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები. კაცმა არ უთქვას ბაზილიკს ესენი არც სჭირდება, რადგან სოკოვანი დაავადებებისადმი არის ძალიან მდგრადი, ხოლო მავნე მწერების უმეტესობას თვითონ აფრთხობს ბაზილიკის სუნით. ამაზე ცალკე ვიდეო მექნება. შემდეგ ალერგიული რეაქცია, უნდა შეამოწმოთ ალერგია გაქვთ თუ არა ბაზილიკზე, მცირე რაოდენობის 1-2 ფოთოლი ან 9 გრამი გამხმარი ბაზილიკის გამოყენებით. აიორსულობა და ლაქტაციისას კი მოერიდეთ მაღალ დოზებს 5 გრამზე მეტი გამხმარი ან 20 გრამზე მეტი ახალი ბაზილიკი, რადგან ევგენოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საშვილოს ნოზეს. ევგენოლი ერთ-ერთი ეთერზეთია ბაზილიკის. ეხლა სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება. ბაზილიკი განსაკუთრებით ექსტრაქტები შეიძლება მოქმედებდეს ღვიძლის ფერმენტებზე, რაც გავლენას ახდენს ანტიკოაგულანტების, ანტიდიაბეტური ან სხვა მედიკამენტების მეტაბოლიზმზე. ასე რომ კონსულტაცია ექიმთან უნდა გავიაროთ, როცა წამლებს ვიყენებთ. ქრონიკული დაავადებები, თუ გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით. ეხლა ბონუსის სახით ამ აღნიშნული დოზებით მიღებისას ბაზილიკს აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტი და გამოდგება როგორც დამხმარე საშუალება მეტფორმინის პრეპარატების მოქმედების გასაძლიერებლად მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ასევე ზედმეტი წონის და ინსულინ რეზისტენტობის შემთხვევაში. ადამიანებში მისი მოქმედება ნაკლებად არის შესწავლილი, მაგრამ ცხოველებში აჩვენა ძალიან კარგი შედეგები ყველა პარამეტრით. გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის გაუმჯობესების ჩათვლით. თუმცა მისი გამოყენება ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს.